დღეს 13 აპრილია და გრძელდება მედიებს შორის ჩემპიონატი. კალათბურთში მიმდინარეობს შეჯიბრი, სადაც მონაწილეობას ხებურობს 8 მედიას საშუალება. ნახოთ, ვინ იქნება გამარჯვებული დღევანდელ შეჯიბრში. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობთ ეს ტურნირში რუსთავის გუნდი. ეს მერის ორგანიზებით ტარდება უკვე რამდენი ხანია, მე რამდენი 4 თუ 5 წელია და ჩვენ როგორც წესი ჩემპიონები ვართ ხოლმე და ამჯერად რა იქნება არ ვიცი, იმიტომ რომ ახალგაზრდებული გუნდებია ძალიან ბევრი, სტრატეგია არაფერი, რა სტრატეგია. გავდივართ, თამაშობ ჩვენი სიამოვნებისთვის. სტრატეგია იყო ერთადერთი რომ ბოლომდე გვებრძოლა მოედანზე და ყველაფერი გაგვიკეთებინა იმისთვის რომ მოგვიგო. სამწუხაროდ მესამე ადგილს დავჯერდით, პირველი ფინალში გასვლის შანსი რა თქმა უნდა გქონდა, მაგრამ ერთი ქულა წავაგეთ, დამატებით დროში ისიც, არ გაგვიმართლა ბოლოსკენ, რაც უაზრო ჯარიმა ავიღე და სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ფინალში გასვლა, მაგრამ მაინც პირველი ტურნირი იყო ჩვენთვის, შემდეგისთვის უფრო შევთამაშდებით და პირდებით პირველ ადგილს აუცილებლად.